მოგესალმებით, დადგა სამშაბათი საღამოს 9:30 მე გახლავართ გიორგი დარასელია. მინდა აუცილებლად მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი, მინდა მოვიკითხო ჯარისკაცები და პატიმრები მინდა მოვიკითხო აუცილებლად ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ. ყველა ის ადამიანი, ვინც გაჭირვებასა შინახართ, ან რაღაცა გიჭირთ, რა ვიცი, ზოგი სნეულებასა შინახართ, ბედნიერება და სიხარულს გისურვოთ და ყველაფერი კარგი მინდა გისურვოთ. ხოლო დღევანდელი ჩვენი თემა იქნება მამა მიქაელ ბრეგვაძე ყავს სტუმრად და ძალიან მიხარია მამა რომ მოვძანდით, დაგლოცეთ თუ შეიძლება. Ალოცვარ მოაკლოს ღმერთმა ყველა ადამიანს ქრისტიანს დგა. ჭეშმარიტად და ღმერთ კიდევ ერთხელ ლოცავ მაღდგომის დღეს ჩვენ თანამემამულებს და მთელ საქრისტიანოს და მთელ კაცობრიობას. ძალიან დიდი მადლი. პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო მამა ბასილი კორტავას ახლობლებს, მრევლს, ნაცნობ ადამიანებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო პიროვნება იყო და რაღაცა ღვთის განგებულებით გუშინ საღამოს ჩვერემურად რო თქვა დატოვა ეს სამყარო. და ღმერთმა აცხოვნოს და მისი სულის მეუხება არ მოკლებოდეს ამ ქვეყანას იმ სამყაროდანაც. დიახ, ძალიან დიდი მადლობა და სამწუხაროა ჩემთვისაც და უსამძიმრებ და ძალიან გული დამწყეს დღეს რო აცხადებდნენ მანქანა რო გადავარ და იქ იმყოფებოდა მოძღვარი ჩვენ და სამწუხაროდ და ეს რაღაცა შეემთხვა და მე ვიცნობდი პირადად ძალიან გული დამწყდა. ამასთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში მსახურობდა და დავით ძალიან გულდასაწყვეტია. და ვიზიარებ და თუ შეიძლება მამაო ამასთან დაკავშირებით კიდე სხვა თემაზე გადავალთ მე და თუ შეიძლება აი ამას იცით რასთან დაკავშირებით მე ძალიან ძნელია ესე რომ ვიწყებთ ეთერს და მიძნელდება ხოლმე შემდეგ ცოტა წაყვანი მაგრამ არა უშავს რაღაცნაირად მოვიკრიბავ ძალებს მამო თუ შეიძლება იმასთან დაკავშირებით მინდოდა საუბარი რომ ადამიანის სამართალი და ღვთის სამართალი რომელიც შეიძლება ადამიანი იყოს მართალი და არის ღვთიური სამართალი როცა ღვთიურად და ეკლესიურად არ ხარ მართალი რაღაც აქციაში ქცევაში და რა ვიცი თვითონ ცხოვრებაში და აი ამის განსხვავება მინდა თუ შეიძლება რომ დავანახოთ ადამიანებს და თუ არის ის მომენტი რომ სიტყვაზე როგორ უნდა დაემთხეს შენი სამართალი და ღვთის სამართალი და როგორ უნდა ახსულდეს ეს და აი როგორ უნდა მოიქცეს რამე თუ არის ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა ისეთი მაგალითები რომელთაც სიტყვაზე ხვდება ადამიანი რომ აი ის სამართალი და ის დასკვნა რომ გამოიტანა ეს არის ღვთისგან ან არ არის ღვთისგან სახარებაში დაწერილია რომ პირველ რიგში ეძიებდით სასწაულს ღვთისასა და სიმართლესა მისა და დანარჩენი ყველაფერიო თქვენო ისედაც მოგეცემათ. ანუ ადამიანმა სახარების მოწოდებით მუდმივად უნდა ეძებოს ღვთის სიმართლე. და ღვთის სიმართლე არის ღვთის სამართალი. ამიტომ ცოტა რთული საკითხია. ეს არავინ არ უნდა თქვას რომ ეს მე ვიცი. ეს არის მუდმივად ძიების პროცესი. ამიტომ ჩვენ ბიბლიურად ვიხედებით თუ რამე წერილობითი და გადმოცემითი წყარო შემოგრჩა და შემოგრჩა თქვა წმინდა მამათა ცხოვრებები, რაღაცა გამოცდილებები, საიდანაც მეტნაკლებად შეგვიძლია ღვთის სამართლის საზღვრები დავადგინოთ. მეტნაკლებად. იმიტომ რომ ადამიანი მაინც დაცემული ბუნებისა და ღმერთმა ზეციური სამართალი რომ მოსთხოვს მიწიურ დაცემულ ბუნებაში მყოფ ადამიანს ვერაფრით ვერ აღასრულებს ამას ადამიანი და ვერასოდეს ვერ გამართლდება. ამიტომაც არის რომ მხოლოდ ღვთისწყალობა ამართლებს ადამიანს. და დაწერილიც არის ასე რომ უკეთურ სიმართლისებრ მომაგო ჩვენო ვინ გაუძლებსო. ანუ ჩვენ რო ღმერთმა თავისი სამართლით განგვსაჯოს და დაგვსაჯოს და მოგვისაჯოს რაღაცა თქვათ გამოსასწორებელი თავისი სამართლით ეს ჩვენ არ გამოგვასწორებს, პირიქით გადაგვრევს. ჭკუიდან გადაგვიყვანს, მოთმინებიდან გამოგვიყვანს. ამას ადამიანი ვინმე დაუთმოს, ნიშნავს ძველ ქართულად, ვინ გაუძლებს ამას, ვინ დაითმენს ამას. ამიტომ აქედან გამომდინარე, ღვთის სამართალი არ არის რაღაცა იურისპრუდენციული კანონები. ეს არის რაღაცა ძალიან მაღალი სიმაღლის სულიერი განზომილება, რომელიც ალბათ ადამიანს მთელი ცხოვრება უნდა ეძებო. მთელი ცხოვრება უნდა ეძებო და სწორედ ამიტომ არიან მოძღვრებიც ეკლესიაში, რომ ეს გამოცდილება დააგროვონ და ერთმანეთს გადასცენ. როდესაც ადამიანი რამეს ეძებს, მოიკითხოს ეს სამართალი ღვთის ეკლესიაში.
ამიტომაც ხშირად ადამიანებს უწევთ არაერთ მოძღვართან ამის მოკითხვა, არამედ 2-თან, 3-თან, 4-თან, 5-თან. რეალურად ასე არ არის, მაგალითად, როცა რამე მნიშვნელოვანი წყდებოდა, ადამიანები ან სასამართლოდ დგებოდა, ხო, ან თემი შეიკრიბებოდა, გადაეწყვიტა სოფლის საქმე, ან ქალაქის საქმე შედგებოდა საბჭო. იქ არ იყო ერთი ბრძენი. იქ იყო უამრავი ბრძენი. ამიტომაც ადამიანები ხშირად რამოდენიმე მოძღვარს მიმართავენ, რომ სიტუაცია უფრო ღრმად დაინახონ და ფართოდ გააშუქონ, ხო. აქედან გამომდინარე ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანმა მუდმივად უნდა ეძიოს. და ასე უცებ ალბათ მიწიური კაცისათვის ღვთისამართლის გაგება არ გაიოლდება. იმიტომ რომ ჩვენ ახლა უამრავი საიდუმლო ვიცით რომ არსებობს უფალში. და ხშირად ვამბობ ხოლმე მე ამას, მაცხოვარი ძალიან უყვარდათ მის მოწაფეებს, უსაზღვროდ უყვარდათ, თავსაც კი წირავდნენ მისთვის და ასეთ ადამიანებს ეუბნება მაცხოვარი, რომ ბევრი რამე მინდა გითხრათ და თქვენო ვეღარ იტევთო. რას გულისხმობს ეს, რომ ადამიანი, როცა გიყვარს მეორე ადამიანი, შეიძლება ტყუილიც დაუჯერო. მაგრამ ამ შემთხვევაში მაცხოვარი ამბობს, რომ არსებობს ისეთი რაღაცა წყობა სამართლისა და ისეთი გონებრივი რაღაცა ცოდნა, რომ ამას თქვენი გონება ვერ აწევს და ვერანაირად ვერ დაიტევს. აქედან გამომდინარე, ღვთის სამართალი არის მუდმივი ძიების საკითხი. როგორც წერია ფსალმუნებში, მოიძიე უფალი და განძლიერდი და ეძიებდი პირსა მისსა მარადის. ამიტომ ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, ეს არის მუდმივად წინსვლადი პროცესი. სანამ ადამიანი მართლა, როგორც არის დაწერილი 60 ქულოში, სანამ არ გამოვწყინდება ის ზეციური დიდება, მზესიმართლისა, როგორც წერია. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. მამო, ხშირად ახლა ადამიანებს ახლა გვიყვარს ხოლმე ის, რომ ღმერთის ლოდინიც არ ვიცით, დროც ისე გვაქვს ხოლმე, რომ სულ ჩქარობს ადამიანი რაღაცა და რაღაცა რო აქვს გასაკეთებელი და სულ სწრაფია ადამიანი და ამისათვის აი როცა რაღაცა არის გასაკეთებელი, ხო? აი ეს მომენტი არ აქვს, ღმერთს მიანდოს და დაველოდოთ მოდი 1-5 წელი რა მოხდება. იგივე თვითონ აღასრულებს ხოლმე თავის ნებას. რაც შემდეგ ესეც მიაჩნია ხოლმე ხშირ შემთხვევაში ღვთის ნებად, რომ ისე ვინაიდან არაფერი არ ხდება, მე რაღაცა ვაკეთებ რაღაცა სამაგიეროს ან რაღაცას ვაკეთებ, ხო ფიქრობ, რომ აუ იცი რა არის, ღმერთმა ახაც დაუშვა, ალბათ ესეა საჭირო და მე მიყენებს ახლა ამ საქმეში. ანუ მოთმინების უნარი ადამიანს არ აქვს მაინც. აი ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, მამაო, რომ დავითმინოთ, იმიტომ რომ ვინც მოითმის, ყოველთვის იგებს ხოლმე, ხო? ეს შემთხვევა არის, მაგრამ ჩვენი სამართალი გაგვაჩნია, რომელშიც ჩვენ უნდა ვიყოთ მართალნი და სულ ყოველთვის ჩვენი სამართლის მიხედვით მიურჯით სხვა ადამიანს რამე რაღაცა სასჯელს ან არასასჯელს ან ასე შემდეგ. აი ეს როგორ ხდება, ან როგორ უნდა მივანდოთ ღმერთს ისე, რომ ჩვენ არ ვიყოთ ღმერთები და მოდი რა ღმერთო, მე არ ვარ ღმერთი და შენ თვის მომინდია სიტყვაზე და აი ესე იყოს. აი ეს როგორ უნდა გააკეთოს, მამო, ადამიანი იმიტომ ხშირად გვიჭირს ხოლმე და ჩვენ ყოველთვის ვასწრებთ ხოლმე ღვთისნებას, ღვთის სამართალს და ჩვენ თვითონ აღვასრულებთ ან ძალიან ცუდად და მე სამწუხაროდ ძალიან ცუდ შედეგს ჩვენ თუ არა ჩვენი შვილიშვილები და ასე შემდეგ შვილები იმკიან ხოლმე. ახლა ღვთის სამართალი არ არის გონებრივი რაღაცა მოდული. ღვთის სამართალი ეს არის ასევე ღვთიური გრძნობა. ჩვენ როდესაც ვამბობ, რომ ვიტყვით, რომ ვფლობთ ღვთის სამართალს, შეუძლებელია ეს იყოს სიმართლე, თუ ჩვენ არ ვფლობთ ღვთის ღმერთთან მიახლოებულ გრძნობასაც. ანუ ჩვენ თუ არ ვფლობთ მაგალითად იმ მოთმინებას, რა მოთმინებითაც ახლა კაცობრიობას უყურებს ღმერთი. ანუ კაცობრიობას ღმერთმა მართლა სამართლით რომ მოსთხოვოს, მართალი კაციც კი არ დარჩება ამ ქვეყანაზე. იმიტომ რომ დაწერილია, რომ ღმერთიო თავის ანგელოზებშიცო პოულობს ნაკლს. ეს ბიბლიური ციტატაა. იობთან გვაქვს. ამიტომ აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ვეძებთ ღვთის სამართალს, ჩვენ ვეძებთ ამას ღვთის სულით და უნდა ვეძებოთ ღვთის მოთმინებით. შეუძლებელია, რომ ჩვენ მოთმინება არ გაგვაჩნდეს და სამართალი გაგვაჩნდეს. სამართალი ღვთისა რა არის, როგორც წერია სახარებაში, რომ მთელი ნეტარებები რა არის. ნეტარი იყვნენ გლახაკნის სულით და იყვნენ, ხო? ანუ მომავალში იყვნენ. რაღაცა მომენტში
ისინი ანუ სამართლისათვის დევნილი გაიხარებენ, ხო, გამართლდებიან, მწუხარენი გაიხარებენ, მართალნი გულითა ღმერთს იხილავენ. ეს ჩამონათვალი რას ნიშნავს, რომ სრული სამართალი ღვთისა აღსრულდება მომავალში. ანუ მთელი სახარება ამავე დროს მოგიწოდებს, რომ ეს სამართალი არ არის ინდივიდუალური მხოლოდ, არამედ გლობალური. ადამიანის დაცემაც არ იყო ინდივიდუალური, არც ერთი კაცის დაცემა არ არის ინდივიდუალური. ამიტომ ჩვენი ცოდვების დაცემების შენანებაც გლობალში განიკითხება. საკაცობრიო მოვლენები ხდება ჩვენ თავს. როდესაც წერია, რომ ერთმა კაცმა თუ შეინანა მთელი ცა ხარობს, ეს ჩვენი შენანება რაღაცა დიდი მთლიანობის ნაწილია. შეუძლებელია ადამიანმა შეინანოს და ეს სინანული არაისახოს ზეცაში და არაისახოს კაცობრიობაში, ან წინა თაობაზე, ან მომავალ თაობაზე. შეუძლებელია ეს. ჩვენი სინანული ჩვენ წინაპრებსაც კი ეხმარება და ჩვენი სინანული მომავალ თაობასაც მიმართულებას უცვლის კეთილისკენ. ამიტომ რადგან ეს ძალიან გლობალურია ეს საკითხი, აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან გლობალურობით უნდა შევხედოთ, რომ ჩვენ თავს რაც ხდება, არ ხდება ინდივიდუალურად, არ უნდა მოვითხოვოთ სამართალი ინდივიდუალურად, იმიტომ რომ ჩვენ რო ამბობთ მამაო ჩვენო წმინდა იყავს სახელი შენი, ჩვენ გვინდა რომ ყველასი წმინდა იყოს ერთად. ამიტომაც პავლე მოციქული ამბობს ერთ ძალიან საინტერესო რამეს. უამრავი ადამიანი გარდაიცვალაო ღმერთის მორწმუნეობითო. ესენი არიან ადამიანებიო, რომლებიც ამ სოფლის ღირსები არ იყვნენო. ეს სოფელი ამ ადამიანების ღირსი არ იყო. ესენი დადიოდენო ფეხში შველებიო, თხის ტყავით მოსილებიო, სხვადასხვა ჭირვარამში, ესე იგი გამოვლილები. ზოგსო თავები მოკვეთესო, ზოგი დააღრჩეს, ზოგი დახოცეს სხვადასხვა ფორმითო და არც ერთ მათგანმაო არ მიიღო გამოხსნა ამ ქვეყანაზეო. იმიტომ რომ ღმერთმაო ბოლოსო ყველაო ერთად განადიდოსო. ანუ რაღაცა ეს მოვლენები რაც ხდება, რაღაც იკრიბება. ანუ ვიღაცა თუ რამდენიმე საუკუნის წინ მოკვდა და შეეწირა მაცხოვარს და ვიღაცა კიდე რამდენიმე საუკუნის შემდგომში შეეწირება, ეს ბოლოს ერთად შეიკრიბება. რომ ის რაღაცა ერთიანობა არ დაირღვეს სამყაროში. ყველას ერთად მიეგოს ბოროტი და კეთილი. ზოგჯერ ხდება, როცა აქაც ისჯება, ასე დიდი ცოდვები იყო, მაგალითად სოდომ-გომორის ცოდვა, ხო? და მაცხოვარი ამბობს, რომ როდესაც შეხვალთო სახშიო მოციქულებს ეუბნება, შეიტანეთ მადლიო და უთხარით მშვიდობაო და თუ არ მიიღებენო, მშვიდობას კი დაიბრუნებთო თქვენო. ის არ დაგეკარგებათო, მაგრამო ის ხალხიო სოდომი და გომორზე უარესად განიკითხებაო. ეს რას ნიშნავს სოდომ-გომორი აქაც განიკითხა. ანუ არსებობს შემთხვევები, როდესაც აქაც განიკითხებიან. აი მაგალითად კაპერნაუმს, როდესაც წინასწარმეტყველობს მაცხოვარი და შენ კაპერნაუმ ნუცამდე ამაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთახდეო, ხო? ანუ ღმერთმას თუ არ გასცა ის ბრძანება, ის წინასწარმეტყველებაც არ აღსრულდება. ამიტომ ასეთ ბრძანებას იძლევა უფალი, რომ შეიძლება ამ ქალაქზე მისცა ზეცას, რომ სასჯელი დაუშვას. სხვანაირად ზეცას ანგელოზები ამ სასჯელს ვერ აღასრულებენ. ამიტომ აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ რაღაცას ვაანალიზებთ, უნდა გავაანალიზოთ ჩვენი თავი არა ეგოისტურად ერთი მხრივ და არა მიტოვებულად მეორე მხრივ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ობიექტი მთელი ზეცის. ჩვენ ვართ ობიექტი წინაპრების და ვართ ობიექტი მომავალი თაობის. რამდენადაც ეს გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს. იმიტომ რომ ეს ბოლოში რო შეიკრიბება, იქ გამოჩნდება რა ვიყავით ჩვენ სამყაროს რაღაც კონკრეტულ მონაკვეთში და რა გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ ცხოვრებაში, რამაც შეინარჩუნა ძველი და მიმართულება მისცა ახალს. ამიტომ ჩვენ ისტორიაში ვხედავთ, ყავდა უამრავი გმირი, რომელთაც თავი რო არ დაედოთ სამშობლოსათვის, თავი რო არ დაედოთ სარწმუნოებისათვის, დღეს ჩვენ ვიქნებოდით მაჰმუდები და ფატიმები. და დღეს რო ლაპარაკია მაგალითად იმაზე, რომ თავისუფლებას ებრძვის თითქოს ქრისტიანობა, ქრისტიანობა თავისუფლება არის ქრისტიანობის მონაპოვარი. და შეუძლებელია ქრისტიანობის გარეშე რაიმე თავისუფლებაზე ლაპარაკი ყოფილიყო დედამიწაზე და აზნაურობაზე. იმიტომ რომ აზნაურობა და თავისუფლება, როგორც ქართულად აზნაურობას გულისხმობს,
არის ზუსტად ის მნიშვნელოვანი ნაწილი, აი რამაც დღეს ჩვენ მოგცა იმ ანალიზის უფლება, რომ თუნდაც ღმერთს შევეწინააღმდეგოთ. თუნდაც ღვთის წინაშე წინააღმდეგ წავიდეთ. ამხელა თავისუფლება აქვს. ჩვენ ადამიანსთან ძალიან დიდი თავისუფლება გვაქვს. ღვთის დაშვების გარეშე არაფერი არ ხდება, მაგრამ სახარებაში საოცარ სიტყვებს ვკითხულობ ჩვენ. მაგალითად, ერთ ადგილზე ქრისტე უცნაურად ამბობს, როდესაც ეუბნებია თუ რა ხელმწიფებით აკეთებს თავის საქმიანობას და რა ხელმწიფებით, ესე იგი, ადგენს ისრაელში ახალ სამართალს, მაცხოვარი ეუბნება ასეთ რამეს, დაარღვიეთ ტაძარს და მესამე დღეს აღვაშენო ეგეო. ან თავის თავზე ეუბნება, მაგრამ სიტყვათა წყობა არის ძალიან უცნაური. არ ეუბნება დაარღვევთ და აშენებთ, ავაშენებ, არა, დაარღვიეთ. იმიტომ რომ თუ უფალმა არ გასცა ბრძანება, იმასაც ვერ დაარღვევდნენ. თუ უფალი არ იტყოდა ჯვარზე, რომ მამაო მიიღე სული ჩემი, 100 წელი იქნებოდა და არ მოკვდებოდა. რა უნდა და უფალი იყო. მას უნდა გაეცა ჯერ ბრძანება. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, როდესაც იოანე დამასკელი წერს საღვთისმეტყველო საეკლესიო გადმოცემას, იქ ამბობს ასეთ რამეს, რადგან უფალმა შეიმოსა ხორცი, უფალი უფრო მეტია ვიდრე ხორცი. რადგან მან შეიმოსა ადამიანის სული და ბუნება, ის უფრო მეტია ვიდრე ბუნება და თუ ის არ ინებებდა, რომ დაღლილიყო, ვერ დაიღლებოდა. თუ ის არ ინებებდა, რომ ტკენოდა, არ ატკივდებოდა. ამიტომ უშვებს ამას უფალი და სახარებაში კიდევაც წერია გახსოვთ, რომ იმასაც კი უშვებს, რომ მოკლან ის და მოკლან დაარღვიონ ის ტაძარი, რამაც სულიწმინდა მოიტანა მთელ კაცობრიობისათვის და ასევე იუდაზია ძალიან საინტერესო რამე ნათქვამი. ეუბნება იუდას წადი შეინსაქმე და მალე გააკეთეო. იცოდა რომ გაყიდიდა. და იმაზეც ლოცვა-კურთხევას აძლევს, რომ მალე გააკეთოს ეს საქმე. იმიტომ რომ თუ ლოცვა-კურთხევა არ მისცა, იუდა შეიძლება გამოსულიყო და ქვაზე წამოეკრა ფეხი და თავი კისერი მოეტეხა, მაგრამ ესე ხო არ მოხდა. დაუშვა უფალმა რაღაც ეს განგება. რომ წასულიყო და ეს აღესრულე. თუ უფალი ამას არ დაუშვებდა, ისიც ვერ გააკეთებდა ამას. რა თქმა უნდა, ეხლა ზოგი მამა ამბობს, რომ ეს იმიტომ გააკეთაო, რომ და ძალიან სწორი შეხედულებაც არის, რომ ამაში ორმაგი სიბრძნე იყო, როგორც წერია ფსალმუნებში ვკითხულობთ, ერთი თქვა ღმერთმა და ორი SMS-მა მეო. ანუ იუდას რო თავი არ მოეკლა მერე. იუდა იტყოდა, რომ კი გავყიდე, ჩავიდინე ეს ცოტა, მაგრამ ეს ხო მან მაკურთხა. ანუ მაინც მისი სიტყვა ავასრულებდა და არ მოიკლავდა თავს. ამიტომ უფალმა ეს ძალიან მრავალნაირად გათვალა. ჯერ ერთი რომ მის გარეშე ფიზიკურად ვერ აღსრულდებოდა და მეორე ისეთნაირად თქვა სიტყვა, რომ ამ აღსრულებას არ მოჰყოლოდა სულის გაწირვა. უფალს უფრო მეტად უღირს თავის თავი გაწიროს, ვიდრე ადამიანთა სულები გაიწიროს, იმიტომ რომ უფალს შეუძლია თავის თავი აღადგინოს და ადამიანს არ შეუძლია თავის თავი აღადგინოს. ის თუ იწირება. ძალიან დიდი მადლობა. მამო, აი ამასთან დაკავშირებით, ხა არიან ადამიანები სიტყვაზე, რომლებსაც ხა მე დღევანდელ დღეს ისე არ ვეხები ისე იმათ, იმიტომ რომ ჩემს საერთოდ ხა რაღაცა ისეთი ისე დაბალი საკითხი არის ეს და საერთოდ არ ვაქცევ ხოლმე 17 მაისის ყურადღებას ერი როგორც აღნიშნავს არა ეკლესიური ხალხი ვითომ რაღაცა ისე მაგრამ მაგას საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას მაგრამ არის აი მამო ღვთიური სამართალი და არის ადამიანური სამართალი ხო ვიღაცა ადამიანი ხარ რომელსაც სიტყვაზე არ ჯერა არც ღმერთის არც არაფრის და რომელსაც აი თავისი ნება აქვს თავისთვის ცხოვრობს ხო სიტყვაზე და ამას ჩვენ რო ვეუბნებთ სიტყვაზე ესე არ ქნა ის გეუბნება რომ მე მაქვს თავისუფალი ნება აი რატომ მოგვიკითხება მამაო ჩვენ იმიტომ მინდა რომ აუხსნა ეს რომ აღარ იყოს ამაზე მეტი კამათი აი რატომ მოგვიკითხება ეს ის ცოდვა აი რაშიც არის თვითონ თუ მისთვის ცოდვა არ არის ეს ვიღაცისათვის ცოდვა არ არის და ჩვეულებრივი ცხოვრებაა ხო ის ყველაფერი რაც ხდება ხო არა მარტო რაღაცა ხო ხდებით აი რაზეც არის დღეს გართულება ხო რასაც ასოცირდება სამწუხარო 17 მაისი ატო ასოცირდება არ ვიცი საკითხია იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სამართალს ადგენს არა ღმერთი დიახ რომელსაც უსმენს ადამიანი არამედ სამართალს ადგენს რაღაცა ჯგუფი მართლობისა და ის განსაზღვრავს საზოგადოების ქცევას აქედან გამომდინარე აქ ერთმანეთის წინააღმდეგობაში მოდის ორი დიდი სამართალი. ერთი უზენაესი სამართალი ღვთისა და ზეცისა და მარადიულობისა და მეორე სამართალი დროებისა, წარმავალობისა და საზოგადოების თავისუფალი ნებისა, რომელიც უფალმაც დაუშვა, რომ თავისუფალი იყოს რაღაცა ჩარჩოებში ადამიანი. ამიტომ
წერს ამიტომ წერს ივანე ნათლისმცემელიზე ნათქვამია და მაცხოვარიც ამბობს მე რომ შეინანით რამე თუ მოახლოვდა ზეთისასუფეველი. ანუ ყველა მთავრობამ ზეთისასუფეველის წინაშე უნდა შეინანოს და გაასწოროს მასზე თავისი იურისპრუდენციული კანონები. თუმცა ჩვენ ამას ნაკლებად ვხედავთ დედამიწაზე, ნაკლებად ხდება ეს კაცობრიობაში, ამიტომ იქნება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობა. ეს არის იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობა, რომ კონფლიქტი აქ გარდაუვალია. არავინ არ იფიქროს ახლა რომ ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ ეს უკონფლიქტოა, მაგალითად ამერიკაში მოხდა ასეთი რამე, რომ ერთ-ერთი 17 მაისს, როდესაც LGBT მოძრაობის წარმომადგენლები გამოვიდნენ, რამოდენიმე ბაპტისტი გამოვიდა და პლაკატებით დადგა, რომელზეც ეწერა საღვთო მოწოდებები. საერთოდ უჩუმრად, უხმოდ. თავზე გადაამტვრევეს ეს ყველაფერი და ყველაფერი იმითი დამთავრდა, რომ პოლიცია მოვიდა და ეს ადამიანი უბრალოდ გაიყვანა სასწრაფოს და არავინ არ დაუშჭიათ. ანუ ჩვენ რას ვხედავთ? ხედავთ, რომ იქ მასის რაღაცა ნაწილი ძალადობს მორწმუნეებზე და აქ ვთქვათ, მასის რაღაცა ნაწილმა იძალადა ვთქვათ ურწმუნოებზე. აი ახლა ხედავთ, რომ გარდაუვალია ძალადობა. სრულად, იმიტომ რომ ეს ორი საწინააღმდეგო რამეა. რატომ? დააღრმულია უმთავრესი პრინციპები. როდესაც მე საჯაროდ და გამარჯვების აღლუმით გამოვდივარე რაღაცა ვიქადაგო, ყველა შემთხვევაში ეს გინდა თუ არ გინდა გავლენას ახდენს მოზარდთაობაზე. ეხლა მე აღარ ვლაპარაკობთ იმ მისტიურ მდგომარეობაზე, რომ ეს მთლიანად გავლენას ახდენს მორწმუნეობაზე. და მორწმუნე საზოგადოება ამას რამდენადაც უშვებს, იმდენად ამას ეგუება. და პირდაპირ დაწერილია სახარებაში, რომ ვინცო წინასწარმეტყველიო წინასწარმეტყველის სახელით შეიწყდაროსო, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს. ანუ ვინც ვის და ჩამონათვალია იქ ბევრი. ანუ ვინც ვის როგორ იწყდარებს თავისი სახელით, ხო? იმის სასყიდელს მიიღებს. ამიტომ ახლა მაგალითად საზოგადოების რაღაცა ნაწილს გასაგებია, რომ არ უნდა LGBT სასყიდელი მიიღოს აღდგომა დღეს. ანუ ჩვენ ესენი თუ შევიწყდარეთ იმ გაგებით, რა გაგებითაც ესენი ითხოვენ, ყველა შემთხვევაში ღვთის სამსჯავროს წინაშე დავდგებით სულ სხვანაირად, ვიდრე გვინდა და ვისურვებდით და ეს არის ჩვენი რწმენა და ამ რწმენას, რა თქმა უნდა, ის ვისაც ეს არ ესმის და არ უნდა ვერ ეგუება, ვერ გაიგებს. ისევე გაუგებარია ეს მეორე მხარისათვის. ანუ როგორც მორწმუნისათვის გაუგებარია, რას ფიქრობს მოწინააღმდეგე ხარი, ისე ურწმუნოსაც გაუგებარია, რას ფიქრობს მორწმუნე ხარი, იმიტომ არა აქ ეს სული, ხო? ამიტომ ბრძოლობ იქამდე სადამდე შეგიძლია. ითმენ იქამდე სადამდე შეგიძლია და მე უკვე როდესაც კაცური ძალები ამოიწურე, მე უფალიერებ ამ საქმეში. უფალიერებ ამ საქმეში, როგორც მოხდა ახლა სოდომი და გომორისნაირი უამრავი შემთხვევებია მომხდარი კაცობრიობაში, უბრალოდ ეს რადგან ბიბლიური მოვლენა და ბიბლიაში აღწერილია პირდაპირ აქ უფლის გამოცხადებით მოხდა ეს უბრალოდ არ მომხდარა, ეს არ მოხდა ისე რომ უხილავად მოხდა ეს ყველაფერი, არამედ გამოცხადებაც იყო და ჩარჩა ეს ყველაფერი ბიბლიურ მეხსიერებაში. ჩვენ ეს გვაქვს როგორც მაგალითი. როგორც მაგალითი იმისა, რომ როგორ უყურებს ღმერთი კაცობრიობას. როგორ უყურებს ღმერთი კაცობრიობას და ძალიან საინტერესო კითხვა არის. გახსოვთ იქ ძალიან საინტერესო რამეა თქვამი, რომ ყოვლის შემძლე უფალი ამბობს ასეთ ყოვლის ცოდნე უფალი ამბობს, რომ მივიდე და ვნახო მართლა ასია თუ არა. ანუ ღმერთი თითქოს ანგელოზებს არ უჯერებს იმ მდგომარეობას, რასაც ისინი აღწერენ. და ბევრი მამა ეხება ამ საკითხს და გენიალურად ეხებიან. როგორ შეიძლება ღმერთმა რომელმაც ისედაც იცის რა ხდება, ჯერ ანგელოზების არ დაუჯეროს, იმიტომ რომ რასაც ისინი ეუბნებიან. და მე ამის გადამოწმება დაჭირდეს კიდე დედამიწაზე მოსვლით. რატო იყო ეს საჭირო ეს მოსვლა? ამბობენ რომ იმიტომ იყო საჭირო რომ ერთია ადამიანი როგორ აზროვნებს ღმერთზე შორიდან და მეორეა როდესაც მის წინაშე გამოცხადდება სასუფეველი, როგორ შეეცვლება აზროვნება. იმიტომ რომ ადამიანი არის ღვთისხატება და მასში უამრავი საღვთო მდგომარეობაა დამალული დაფარული. და შეიძლება ადამიანი ძალიან ცოდვილი იყოს, მაგრამ მორწმუნეობა არ ქონდეს დაკარგული ბოლომდე. ამიტომ თავარი იყო ზეციური წარმომადგენელი დალაპარაკებოდა ასეთ დაცემულ წარმომადგენელს და ზეციური წარმომადგენლის დანახვაზე და ხმის გაგონებაზე და მის მოწოდებაზე
კიდე გამოღვიძებულიყო მასში თუ რამე იყო. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვქადაგებთ, ჩვენ ხო იმ სიდიადით ვერ ვქადაგებთ ღვთის სიტყვას, როგორც ქადაგებდა ქრისტე და როგორც შეუძლია იქადაგოს ანგელოს, ხო? ამიტომ შეიძლება ჩვენ არ დაგვიჯერონ, მაგრამ უფრო ძლიერ და სერიოზულ ადამიანს დაუჯერონ. და ზუსტად ასე მოხდა. გააგზავნა ღმერთმა ანგელოზები და ისინი შეახვედრა ამ ხალხს. და რო დაინახეს სასუფევლის სილამაზე, მათ კი არ თქვეს, რომ მოდით ახლა მოვიქცეთ და შევინანოთ. პირიქით თქვეს, მოდით და ეს ადამიანები გავაუპატიუროთ. იმიტომ რომ ძალიან ანუ რა მოხდა? სასუფევლის სილამაზე მათში უფრო მეტად აღძრავდნენ. იქამდე რომ პატარა ბავშვის და დიდიც გამოვიდა ამ სერის საყურებლად. რას გულისხმობს ეს, რომ ეს ადამიანები სასუფეველში უკვე უვარგისები აღმოჩნდნენ. რომ ზეცის სილამაზე, ზეცის დიდებას ისინი ყოველთვის შეხედავდნენ მრუშული თვალით. და ყოველთვის შეხედავდნენ ბოროტი თვალით, ყოველთვის შეხედავდნენ ჩაგრული თვალით. ძალიან საინტერესოა, რომ დიდი აქცენტი გაკეთებულია სოდომ და გომორში ჩაგვრაზე. რა არის ჩაგვრა? ყველაზე მეტად ვინ იჩაგრება ამ ქვეყანაზე? ყველაზე მეტად იჩაგრება თავმდაბალი ადამიანი, მორჩილი ადამიანი, თვინიერი ადამიანი. და ანგელოზები ზუსტად ამ თვისების არიან. ისინი არიან მორჩილები, თვინიერები. და როგორც კი დაინახეს ეს თვინიერობა, მორჩილება, სიწმინდე ანგელოზებში, რა მოხდა ამ ხალხში? დაინახეს, რომ შეიძლება ამათზე ძალადობა, ამათ თავმდაბლობაზე შეიძლება ამპარტავნობა, ამათ სიწმინდეზე შეიძლება აღვირახსნილობა და გადავიდნენ პირდაპირ შეტევაზე. უბრალოდ იქ მე წერია, რომ ანგელოზებმა თავის ძალა გამოიყენეს და აურიესო და კედელი და კარები ვერ არჩევდნენო და კარების გაღება უნდათ, კედლის გაღება უნდათ კარების მაგიერ. და იქ უკვე ახლა ანგელოზის ძალას წირა დაუპირისპირდებოდა. ანუ რაზეა ლაპარაკი? ლაპარაკი არის იმაზე, რომ ადამიანი როდესაც ცოდავს, მაშინ ისეთი დიდი ცვლილებები ხდება, რომ სასუფევლისთვის საერთოდ უვარგისი ხდება. და ანგელოზიც რო გამოეცხადოს, მისთვის უკვე ანგელოზიც კი აღარ არის მომაქცეველი და ის რწმენა, რომელიც დღეს აქვს, საერთოდ უვარგისი ხდება სასუფევლისათვის. ანუ შეიძლება ადამიანი აქამდეც კი დაეცეს. ამიტომ უფალი ამბობს, რომ არ განვიკითხავ მე კაცს, სანამ მას არ შეხვდები პირისპირ. სანამ არ შეხვდება ჩემნაირს, ჩემიანს და ნამდვილ სანამ არ შეხვდება, რომ ნამდვილად განვიკითხო ვინ არის. ამიტომ აქედან გამომდინარე თვითონ ის ამბავი, რაც იქ მოხდა, მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის არის სიმბოლო იმისა, რომ რამდენად საშიში ყოფილა უწმინდურობა. ამიტომ აქედან გამომდინარე უწმინდურობის აღლუმი ნიშნავს გამარჯვებას სიწმინდეზე. ეს მათი უფლებები, ერთი კიდე სამწუხარო ჩემთვის ის არის, რომ ესე იგი ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვეტილება მიიღო ასეთი, რომ კურნალობის სიიდან ამოიღო ესეთი ადამიანები, რომელთაც კურნალობა ყველა შემთხვევაში ესაჭიროებათ. ანუ რა მოხდა, რომ ყველა ის თანხები, რომელიც ადრე შეიძლებოდა გამოყოფილიყო ასეთი ადამიანების დახმარებისათვის და რეაბილიტაციისათვის, ეხლა ეუბნება, რომ ეს აღარ არის სამკურნალო და ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა და ეს არის ძალიან კარგი მდგომარეობა. შეიწყარეთ, რომ ამიტომ ჩვენ ეხლა ადამიანს არ უნდა უძახოთ ცხვირში რო და თვალწინ და არ უნდა უძახოთ რომ ავანტყოფი ხარ, ეგრე არ უნდა უძახოთ, რა თქმა უნდა. და ჩვენი მოქცევა ისეთი უნდა იყოს, რომ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ პრინციპულად ვართ იმ მხარეზე, რა მხარეზეც მომავალში დადგება მთელი ზეცა და ყველა წმინდა ადამიანი. და მე შენ ასეთ მდგომარეობაშიც წამს სასწაული და ასეთ მდგომარეობაშიც იქ მინდიხარ. მე არ მინდა არჩენი დაღუპვა და ესეთი ადამიანი თუ ვინმეს დაღუპვით ხარობს, ცუდად არის ადამიანი და ისეთ დაზიანებულ სარწმუნოებაში იმყოფება, რომ თვითონ კიდე შველა ჭირდება. მაგრამ მეორე მომენტია, რომ იმის უფლებასაც ვერ მოგცემ მე შენ, აკეთო რაც გინდა და კიდე მეტად დამაზიანო. გახსოვთ სახარებაშია, თუ შეგწოდაო შენ ძმამო, შერისხეო. თუ შეინანებსო, შეიძინო ძმა შენი. კაიგე? რა თქმა უნდა, ახლა აუცილებელია მოწოდება სინანულისა გაკეთეს ისეთი ფორმით, რომ კი არ დააბკოლო ადამიანი და კი არ აღძრა მასში რაღაცა აგრესია, არამედ უფრო გონზე მოიყვანო. ეს რა თქმა უნდა აუცილებელი არის.
მაგრამ მეორე მომენტი არის ერთი რამე, რომ დღეს არის ძალიან დიდი ჭიდილი. ამას ვინც როგორ არ უნდა შეხედოს, რეალობაა ეს უკვე. რეალობაა იქით, რომ რაც სახარებაში წერია, რომ მოდის დრო, როდესაც კაცობრიობა მივა აი ცნობილ ტერმინამდე, აპოკატასტასამდე. როდესაც სრული განდგომილება მოხდება ღვთისაგან. ამას ჩვენ ვხედავთ, ეს ხომ ძალიან სწრაფად ვითარდება. მე ძალიან საინტერესო აღწერა, რატოა ეს მაინც ეს ამბავი სოდომი, გომორი, სებეიმი და ადამაი, ეს 4 ქალაქი, რომელიც დაიღუპა, დიდი სიმბოლო, ხო, სეგორი გადარჩა. იმიტომ არის დიდი სიმბოლო წერია, რომ ამ ქალაქმა მიაღწია თავისი ესე იგი კეთილცხოვრების პიკს, რაც მაშინ შესაძლებელი იყო და ახლა ბიბლიის მწერალი რა შეადარებს ყველაზე საუკეთესოს და ამბობს, რომ სოდომი, გომორი, სებეიმი და ადამაიო იყო როგორც 60-ეო. ანუ უზრუნველყოფილი ხალხი იყო ყველანაირად. და ერთი იმისათვის რომ დაფიქრებულიყო ღვთისმსნებაზე, რომ ეხლა კარგად ვარ ამ ცხოვრებაში და ახლა იმ ცხოვრებაშიც კარგად გავაგრძელო სიცოცხლე, პირიქით დაიწყეს ცოდვების ჩადენა. და გახსოვთ იმაში არის ფსალმოში ერთი სიტყვა, რომ უფალმაო ებრაელებსო უზრუნველი ქვეყნები ჩააგდებინა ხელში, სადაც ყველაფერი იყო. რათა დაიცვან სამართალი მისი და ჯული მისი მოიძიონ. გახსოვს? არის ეს თირამე, მისცა მათ სოფლები წარმართა და ნაშრომი ერთაი დაიმკვიდრეს, რათა დაიცვან სამართალი მისი და ჯული მისი მოიძიონ. რას გულისხმობს ეს, რომ შენ რო გაქვს უზრუნველი ცხოვრება, სწორედ მაშინ უნდა დაფიქრდე ღვთის ჯულზე და თქვა, რომ აი მადლობა უფალო, უზრუნველი ვარ და კარგად ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე, ეხლა იმ ცხოვრებაზეც კარგად გადამიყვანე და კარგად გამაგრძელე ცხოვრება. აქ კიდე პირიქით ვხედავთ ჩვენ პირიქით მოვლენებს, რომ რამდენი კაცობრიობა კომფორტს იქნის, იმდენი ცოდვისკენ მიდის, უფრო იხსნება. კი არ ამბობს, რომ მადლობა უფალო, რომ აქამდე მიმიყვარე, დაუშვი ესეც რომ ეს გამოვიგონე, ეს გავაკეთე და ეხლა იმ ცხოვრებაზეც გადამიყვანე შენი სასწაულები, ტექნოლოგიური სასწაულებიდან გადამიყვანე ეხლა ნამდვილ სასწაულებისაკენ. ამაში აი ეს არის ჩვენი დიდი პრობლემა. რომ ბოდიში ან გამოთქმაზე და პირდაღებულები ტექნოლოგიურ სასწაულებზე ხო თვალებს ხუჭავთ საღვთო სასწაულებზე. და არ არის ეს გონიერი საქციელი. დიახ, სწორედ მამა ამასაც დაკავშირებით მინდოდა მე თქვა, რომ ეს ერთმანეთში აი არ იმაშუვა მამა ვერ არევ ამას. ღვთიური არის ღვთიური, რაღაც აქაური წესები არის აქაური. ეხა ისო სიტყვაზე ღვთიურად შევხედო, რომ ადამიანი დაიჭირეს, მაგალითად, ხო? ჩემთვის არის გაუმართლებელი, იმიტომ რომ ღმერთმა თავისუფლებისთვის დაბადა და სიტყვაზე რაღაც ცოდა იქნებ ინანიებს და ამის გულ შენ არ უნდა მისცე 28 წელი, მაგრამ აქაური კანონები, ვინაიდან უსამართლოა ეს ქვეყანა, ამის გულისთვის რაც უნდა ნანოვდეს აძლევს 30 წელს სიტყვაზე, იმისთვის რომ შეეცდა და რაღაც მოიპარა, ხო? აი ეს მომენტი, მამა, როგორ უნდა დააბალანსოს, იმიტომ რომ ამ ყველაფერში ურევიან ეკლესიური ხალხი, ეკლესიურებად მოაქვს თავი, მოძღვრები ყავთ რაღაცა და გაგაჩერეს პატრული იქნება ადამიანი, რომელიც შეიძლება 500 ლარიანი ჯარიმა დაგიწეროს და საღამოს მივიდეს მოძღვართან აღსარება ჩააბაროს, ზეგ ეზიაროს. ეს უბრალოდ მე სხვა ადამიანები კარგავენ, მამა, შტაბის-ჭილობას იქ ვიღაცა სოჩიგზე იქ ვიღაცა კონტროლერი დაგიჭერს, რაღაცა იქ ფულს ჯარიმას გამოგიწეს, რომელიც ღვთიური ღმერთი პატიობს. ეს ადამიანი თხოვს. აი ეს რა მომენტია, მამა, აი იმიტომ რომ ვერ იხსნება ადამიანი სხვანაირად, უყურებს ის ადამიანები ისევ საღამოს ეკლესიაში დგანან და ის ცოდვები მიეტევათ, როცა სიტყვაზე უჭირდა და პურის გამო რაღაცა შეეშალა და იმ ადამიანს დასაჯა, გამოუტანა განაჩენი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ვერ იგებენ, მამა, ამ ქვეყნად არის გონიათ 64 და მაგ ამბავს ვერ ეგუებიან, რომ ეს ქვეყანა ბოროტსაზე და დგას და შეიძლება ვიღაცებმა დაგიშავნონ, მაგრამ ის დამნაშავენი საღამოს ეკლესიაში დგანან, ეზიარებიან, აღსარებას აბარებენ და ეს ფიქრობს, მე რომ გამაჩერა ამ პატრონმა, ხო არ მაპატია ის 100 ლარი და ამას ეს მოძღვარი პატიობს, ღმერთი პატიობს, ეკლესია პატიობს, მიუხედავად იმისა, რომ თხოვე მაინც დამსაჯა, ეს როგორ ხდება, მამა? აი ეს ორი ადამიანი, ეს ღვთიური სამართალი და ჩვენი სამართალი როგორ უნდა დავაბალანსოთ, მამა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ტირის იმის გამო, რომ სიტყვაზე მის ქმარს პური რომ მქონდა, მაგის გამო ციხეში აღმოჩნდა, იმიტომ რომ ვიღაცა ეკლესიურმა პატრონმა სამართლებრივად ჩასვა ციხეში. ამდროს თუ ეკლესიურია, როგორღა ჩასვა ციხეში, ხო? იმიტომ რომ კაცი ნანობს და უნდა აპატიოს, ხო?
აი ეს მამაო ჩვენ თავზეც ხდება. აი ეს როგორ უნდა დავაბალანსოთ საკითხი ახლა თქვათ არ არის ეკლესიური პატრული მაშინ მართალია? თუ ეკლესიური პატრული არ არის, იმას ვერ მოთხო, მაგრამ იმ ადამიანს ვინც სიტყვაზე გამოგდის რა, რომ ეკლესიური თუა პატრული დამნაშავეა და არ ეკლესიური თუ არის მართალია. აი, მამო, ეს ადამიანები ეკლესიამ უნდა მიიღოს თუ არ უნდა მიიღოს. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ქრისტიანობაზე, ქრისტიანობა არის ერთიანობა. დიახ. ეხლა როგორც ავთქვით. და ამ ერთიანობის მთავარი კანონი და ამოსავალი ღერძი არის რა, რომ არ გაუკეთოს სხვას ის, რაც შენ არ გინდა გაგიკეთონ. ეხლა აქ მოდით ჩვენ ყველა ვარიანტი განვიხილოთ. თვითონ ეს კანონები არის დადგენილი რატო? იმიტომ რომ აი ამ ზუსტად რაღაცა ღერძულა შეიძლება ამის მე მოწვევა რამდენჯერმე. ღერძულა რაღაცა ხაზის გადაკვეთამ შეიძლება ვიღაცა მოკლას. აი მოკვდა ვიღაცა შეინანი აბა. ხო, ეს ანუ შენ თუ და ისეთ რაღაცას აკეთებ, რომელიც შეიძლება სინანულიც აღარ გიშვი, სინანულმაც აღარ გიშველოს. ეხლა როგორ უნდა მოსთხოვო იმ პატრულს, რომელმაც გითხრა, რომ შენ თუ ჭკუას არის სწავლი, აი უბრალოდ ეხლა გაგიმართლა და კაცი არ მოკალი. დიახ. ხო, გაგიმართლა, იმიტომ რომ იმ ღერძზე შეიძლება იდგა მოქალაქე. და გადადიოდა გზაზე. ხო. ან რაღაც ბავშვი იდგა, ან გამოდიოდა მანქანა დაეჯახა. ანუ აქ ლაპარაკი რაზე არის, რომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ რაღაცა კანონებზე, ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. მარტო იმ პატრულს კი არ უნდა დავეჯახოთ და უთხრათ, რომ იცი რა შენ დააშავე. იმ პატრულს ახლა რა თქმა უნდა შეუძლია რაღაცა ჩარჩუებში აპატიოს ადამიანი, იმიტომ რომ არის სიტუაციები, როდესაც შეუძლია მართლა აპატიოს და პირველი არის ეს კანონშიც არის, ხო? პირველი გაფრთხილებას აძლევენ და იმ წუთში არ სჯიან. ეხლა რო დაინახა რომ გაფრთხილება აღარ არის გაფრთხილება. აი მამაო, რას ვამბობ, იცით? ზოგჯერ მე მინახავს რომ ტიპია ესეთი ადამიანი, აი თუ არ დაარღვი არ შეუძლია. აი ანუ ძალიან ძნელია ამ შემთხვევაში პატრულისათვის გაავლოს ზღვარი, როგორი კაცი შეხვდა. ხო, ეხლა მე რო გავიგო როგორი კაცი შეხვდა, უნდა თელი როგორ წერია, მასთან ერთი მუჭა მარილუნო ვჭამო, რომ გავიგო რა. დიახ, მაგრამ აი მამაო, გეტყვი ერთ რაღაცას, თუ შეიძლება. აქ ხო როგორი კაცი შეხვედრაზე არ არის ლაპარაკი, აქ არის როგორი კაცი ვარ მე. მე რო ღვთის წინაშე წავდგები და ეხლა ადამიანს აი სიტყვაზე ვიღაცა საწყალე იმ დღეს არასწორად გააჩერეს, უბრალოდ მაგალითად მოყავს, მარშრუტკამ გააჩერა არასწორად ის მანქანა გამოუწერა 400 ლარი თუ 200 ლარი თუ რაღაცა არასწორ გაჩერებაზე, ხო? ეხლა ნახეთ მამო, ამან რო არასწორად აი ელემენტარული რაღაც ძალიან ისეთი უბრალო გაჩერება იყო, ხო? ამ მარშრუტკის ძღოლთან მამო, მე რო ხვალ ტელეფონი დამრჩება და ეს 400 ლარი რო აქვს გადასახდელი, ხო, აუცილებლად აღარ დამიბრუნებს და იმ ვალს გადაიხდის. ანუ ახალ ქურც ბადებს, ახალ დამნაშავეს ბადებს, ახალ იმას. ანუ მე მესმის შერასწავლი, უბრალოდ შენ ამბობ, რომ იყოს ზე კანონურად შემწყდარებელი, მაგრამ მეორე მომენტია რომ ეს ხვეწებოდა მამო, აი ხო აი რაღაც ეკლესიის კაცი ძალიან ეს ყველაფერი საიდან დაიწყო? ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ შეეშალა არასწორი გაჩერებიდან. შეეშალა, მაგრამ პატიებას ითხოვს მამო, ადამიანი. ხო, და ეს არ პატიობს. მე მეორე მხარეც მინდა რომ აი წარმოიდგინე პატრული, რომელსაც დღეში 500 კაცი ეუბნება რომ მაპატიე. ამ კაცს რა უყოთ? ხო, მაგრამ აი 500 როგორ აპატიოს კაცმა სიტყვაზე? თუ ეკლესიურია და ღმერთი წამს და ღვთის სიტყვა წამს, ღმერთი რას ეუნება ამ პატრულს? ნუ შეუნდეო რამდენჯერო? ხო, 7-ჯერ 70-ჯერ თქვა შეუნდე. დიახ. მაგრამ შეუნდობაც საეკლესიაში აი ამას უბრალოდ რას ვამბობ, იცით მამო, ყველას შეუნდობაც მე არ ვამტყუნებ. შეუნდობაც ეკლესიაში ხო არ ეძლევა ესე როგორც კამფეტი, ხო? ეხა ადამიანი შეცოდა კაცმა და ამხელა კაცი რო გთხოვს, შეცოდა კაცმა და ეძლევა ეპიდემია. ის ეპიდემია რა არის, გადასახადი არ არის. ხო, მაგრამ ვინ გამოასწორებს მამო იმ ქურს, თუნდაც 100 ლარი შეაშინებს? მე მაგალითად მე შემიძლია ვთქვა სხვა კუთხე განვიხილო. დიახ, თუ შეიძლება რომ არ უნდა იყოს ამ ვთქვა შეიძლება არ იყოს ასე დიდი ისინი, რომ პატრულსაც არ მოერიდოს დასჯა. დიახ. და ადამიანმაც გადაიხადოს და შეძლოს, ანუ არ მოკვდეს ამ იმაში, არ ესე იგი მე ვთქვა თუ დაარტყავდა და გაითვალისწინებოდა და თუ ისეთი ღარიბია რომ გადახდით მოკლავ რა მნიშვნელობა აქვს? იცით რა მაინტერესებს აი ბოდიში ვიხდი. შეიძლება იყოს ცოტა და მაგრამ ყველა ვინც არ ღვევს გაითვალისწინოს პატრულიც. პატრულიც უნდა გაითვალისწინოს, ის ხო ადამიანია. მე ახლა უამრავი შემთხვევა ვიცი, აი როდესაც ავტობუსში ადამიანს კონფლიქტი იმიტომ მოვიდათ რომ არ გადაიხადა ადამიანმა და იმან ვინც თხოვდა რომ
გადაიხადე, ხო გაქვს თანხა, მოვიდა კონფლიქტი და კონფლიქტის დროს მე თვითონ ის კონტროლერი დაიჭირეს. 3 წელი მიუსვლის. რაზეა ახლა? იმიტომ რომ იმან შეაგინა და ამან რაღაცა ხელით გაიწია. ჩვენ ხო ხედავთ რომ არასამართლიან სამყაროში ცხოვრობთ ისე. აი ეგ მაინტერესებს, მაპატიეთ მამო. აი ეს როგორ უნდა გაიგოს, თორე მე არც ერთ არ ვამტყუნებ, მე არ მაქვს უფლება რომ იმე და მე ვიცი ჩემი აზრი მაქვს. იმიტომ რომ სრულიად არასამართლიან სამყარო. აი ყველა ფერში მამო, ის ადამიანები, ვინც აღამოს ლოცვებს კითხულობენ, დღეს სამწუხაროდ ისეთი სამსახურებია დღეს საქართველოში რომ უწევთ არასამართლიანი ცხოვრება, იმიტომ რომ ჩემთვის შეიძლება უსამართლოა ჩემი შვილის ლუკმას რომ აჯარიმებს და მთელი 300 ლარი იქ მაქვს მისატანი. სიტყვაზე და შეერჩევი მთელი კვირა, მაგრამ იმისთვის კანონია, მაგრამ ამ დროს საღამოს ყველა ერთად მივიდივართ ეკლესიაში. აი ამ სამართალში მინდა, მამო, როგორ უნდა ჩავჯდეთ, იმიტომ რომ მე რო შემხვდება ის პატრული საღამოს ეკლესიაში, აუცილებლად ვეთქვი რომ შეუნამოსო აქ რა გინდა. და აუცილებლად ამის გამო სხვები ზარდებიან, იმიტომ რომ ის ადამიანი ვინც უყურებს რომ ეს ცუდი თავის მეზობელი პატრული იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამის თანამშრომელი, ხო? ყოველდღე მამოებთან დადის და ამით უყურებს ხო ადამიანი რომ ეს მამოები ამ საზისხარს როგორ ღებულობენ, იმიტომ რომ თელი დღე რაღაცას აშავებს ეს კაცი, იქ დაშტრაფავს ამას და არ არის ეკლესიური საქციელი, მაგრამ უწევს რაკნას ისიც შეერჩება. მე მაგალითად არ ვემუშავებ და მორჩება ამით ლაპარაკი, მაგრამ ის ვიღაცა დამოკიდებულია თუ არ ვიცი, მე შემიძლია ავიტანო შიმშილობა, იმას არ შეუულია და ვიღაცა შტრაფავს, ვიღაცას ცუდად ექცევა, ხო? აი ამ მომენტში მამაო რა უნდა ვქნათ? აი ბოლო ესეთი კითხვა იქნება, რომ როგორ უნდა განსაზღვროთ, იმიტომ რომ ყველას უწევს, ხვალ შეიძლება მე მომიწიოს ახლა ამ სამსახურში და არსად არ მომიწევს, მაგრამ ყველა უნდა შევიდეთ ერთმანეთის მდგომარეობაში. დიახ. როგორც რა თქმა უნდა პატრული უნდა შევიდეს იმ ადამიანის მდგომარეობაში, ასევე ის ადამიანი უნდა შევიდეს პატრულის მდგომარეობაში. შეიძლება ეს რო ცალმხრივად მოხდეს, ეს ხო გამორიცხულია. ის პატრული არის ერთი და მანქანა არის 1000. ეს არ არის ფსიქოლოგიურად ადვილი ასატანიც. კაცი რომელიც გარეთ გახარ, დარბი ხარ, სუფიქრობ ვინსა დაიჭირო. ეს ფსიქოლოგიურად არ არის ადვილი გადასატანი. არ არის და როგორ გინდა ეხლა ადამიანი, როდესაც ხა რო იყო იმაში და მსახიობი იყო, ნუ რაღაც შექსპირს წაიკითხა, რაღაცა გულს ლამაზი სიტყვებით გაიქარვებ, ლამაზ ადამიანებს, ყველაზე რჩეულ ლამაზ ადამიანებს უყურებ, იმათან ხან მეფე ხარ, ხან დედოფალი, თამაშობ 1000 სცენებს, მაგრამ აქ ლაპარაკია, რომ გამოდის ადამიანი და მუდმივად არის დაძაბული. ვინ ცუდი შეხვდება, ვინ რა, ესეც უნდა გაითვალისწინოს საზოგადოება. აი, თუ დააკვირდებით, უცხოეთში გადის ასეთი ძალიან საინტერესო კლიპები, რომ მიდის მანქანა და ხედავს რომ წვიმს და პატრული გზაზე დგას. გააჩერებს მანქანას, გადმოხდება და პატრულს აძლევს ქოლგას. ხო, ჩაჯდება, გააგრძელებს, იმიტომ ის მანქანაშია და პატრული დგას ერთი კაცი აგერ იყინება და ხო, ამდენ მანქანაში ერთმა ვერ მოიფიქრა რომ რაც მდგომარეობაშია კაცი. ხო, ანუ როგორ რაღაცა, როდესაც ჩვენ დავიწყებთ მასზე ფიქრს და ის ფიქრობს ჩვენზე, მაშინ საზოგადოება შემდგარია უკვე. მაგრამ ჩვენ თუ დავიწყებთ ახლა იმას მღვდელმა რატო აპატია და მე უნდა მაპატიოს პატრულმას და მღვდელმაც, ცოტა სხვა რაღაცაა. ანუ რთული საკითხია. ქრისტიანობა ამიტომ არის რომ ჩვენ, როდესაც ვამბობთ ლოცვაში მამაო ჩვენო, ჩვენ ვართ ყველა შვილები და ის არის მამა ჩვენი. და მამის მცნებაზე ყველა ერთნაირად თუ არ დავდექით, ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგებთ. თუ ერთმანეთზე არ ვფიქრობთ ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგებთ. ჩვენ თუ სხვა ისეთი კონსტიტუციები შევქმნით, რომელიც 1000 სასოფლოს ეწინააღმდეგება, ჩვენ ერთმანეთს ვერასოდეს ვერ გავუგებთ. და თუ ქალაქიო, ქალაქის წინააღმდეგ გაღდგაო, ის ქალაქი დაიშლებაო. ამიტომ ერთი რაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ როგორმე რაც არის კანონი ღვთისა მათუა კი არა მარადიულობაში ძლებს და ერთმანეთს არ უპირისპირდება. ჯობია იმ კანონზე გადავიდეთ და ერთმანეთზე უფრო სხვანაირად ვიფიქროთ ჩვენ. ამიტომ არ არის ახლა ესე მდგომარეობა, მე მესმის იმათი მდგომარეობას და მესმის ხალხის მდგომარეობას. მე უბრალოდ ვიფიქრებდი, რომ ვისურვებდი, რომ თვითონ ეს სასჯელები არ იყოს ძალიან დიდი. ისეთი არ იყოს, რომ ადამიანი არ არსებობს ახლა ეგეთი თეთრხაზე საბურავი არ გაგიქცეს და მართლა რომ ახლა პატრულმა ისე მოსთხოვოს, როგორც ვარღვევთ ჩვენ, ნუ მართლა სკანდალი ატყდება და გაკოტრდება ყველა. იმდენად გვიწევს მაინც ჩვენ დარღვევა. მაგრამ რაღაცა იქ სიმძაფრე, რაღაცა კიდე უფრო გადამეტებული რამეები, ეს უკვე მართლა გონებით და ნამუსით რეგულირდება. ამას კანონითაც ვერ დაარეგულირებ. ვერ დახაზავ ისე ყველაფერს, რომ კანონი დაარეგულირო. მით უმეტეს საქართველოში, იმიტომ რომ 40 უნდა აცილო თუ 500 უნდა აცილო აღარ იცი. შეიძლება 40 აცილო და კაც დაეჯახო. არ არის გათვალისწინებული.
თვითონ საზოგადოებაც მძიმე მდგომარეობაშია, რომ სახელმწიფო ავარია რომ მოხდეს ორმოს გამო, პასუხისმგებლობა სახელმწიფო არ იღებს. არც კომპანია, რომელმაც ის გზა დააგო, არ იღებს არავინ პასუხისმგებლობას, არც სხვა რამე ორგანო და რა სამართალზეა ლაპარაკი. ეს რომ მოხდეს უცხოეთში, ნუ დააჯარიმებენ ყველას ალბათ ერთად, ზედამხედველს დამგეებს და ყველას ერთად. ამიტომ, როდესაც ხედავ აი ესეთ გაორებას, რომ გვინდა ევროპა მარტო მაღალი ფასებით, გვინდა ევროპა არა რაღაცა ურთიერთობებით, რა ევროპა კი არა, ევროპაზე მაღალი ფასეულობები შეგვიძლია ჩვენ შექმნა და კიდე იქით ვასწავლოთ რაღაცები, ჩვენ ვისწავლოთ რაღაცა და ჩვენც ვასწავლოთ რაღაცა. ეგა ევროპა, რომ ევროპაში ყველა სახელმწიფოში რაღაცა თავისი ღირებულებებია და გაერთიანებაში ეს ღირებულებები ერთმანეთში გადანაწილდება და ერთმანეთს ამდიდრებს და ჩვენ შეგვიძლია ეს რაღაცა გავაკეთოთ და ეხლა ამ ხრივ ჩვენ ალბათ ზნეობაც უნდა ავწიოთ. ზნეობაც უნდა ავწიოთ და სხვანაირადაც უნდა გლობალურად უნდა შევხედოთ საკითხს. იმიტომ რომ ის გზის გაფუჭებული გზა ვიღაცის ნამუსზე ხოა. ამიტომ ყველაფერი ვიღაცის ნამუსით, ეს ნამუსი თუ არ გამოსწორდა არ იქნება არაფერი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მამაოჩვენოში სულ მრავლობითად, ყოველი ჩვენი ლოცვა უნდა იყოს მრავლობითი. ყველაზე უნდა ვლოცულობდეთ და ყველას უნდა ვითვალისწინებდეთ. ძალიან ცოტა დრო დარჩა სამწუხაროდ აღა პატრული თქვი ნებისმიერი მამაო სხვა ადამიანს სამსახურში უწევთ ხოლმე გადაცნომები ამ დროს არიან ეკლესიურები და ის საერთოდ თელი მაზე მაქვს აღებული თუმცა პატრულებს არ ვწყალობ მაგრამ მაინც მე არ მაქვს ეს ის რა ვიცი აი ჩემთვის მიუღებელია და ალბათ ცხოვრებაში არ ვიცი ხა ცოტა დიახ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მაგრამ არიან ადამიანები ხა ისი როგორ ეხვეწებოდა იცით აი ადამიანი მარშრუტკის ზღოლი აი მუხლებზე ამხელა კაცი ჯერ იმას რომ ლამის მუხლებზე დადგა და ეს თუ არ გაითვალისწინე ხო შენ ეგეთი საქართველოს მოქალაქე არ მჭირდები აი ისე აი რა ვიცი მე ესეთი სიზღი არ მინახია და ცოტა გაითვალისწინე და ვისაც მიყავთ ნებისმიერი სხვა ადამიანის სამსახურში აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ თქვენ იმითზე იმოქმედებს აუცილებლად და ის პატარა ჭანჭიკი მე რო ლანძღავენ იმას თქვენზე მოქმედებსა და იცოდეთ ხოლმე გაითვალისწინეთ ხოლმე ადამიანები იმიტომ რომ ცოტა თბილები მიიყვნენ და კარგები რომ რაღაც ორგანიზაცია იქნება თუ რაც იქნება რომ კარგად და ღირსეულად წარმოაჩინოს რა აუცილებლად იცოდეთ ეს გაითვალისწინეთ იმიტომ რომ თქვენზე გაივლის აუცილებლად საბოლოოდ ის ხაზი რასაც ის დააშავებს სამწუხაროდ მამაო დრო ამოიწურა და მაინც ეს ისეთი რაღაცაა რომ ვერ შეათავსებს ხო ადამიანი ღვთიურს და ამ ქვეყნიურს თუ ამ ქვეყნად ცხოვრება უნდა ჩვენ ღვთიურზე უნდა გავსწორდეთ დიახ მაშინ იქნება შეთავსება დიახ ნუ რაც შეუძლებელია გამორით ალბათ რომ მოუკვდებით შემდეგ თუ იმას შესაძლებელი იმდენი დაგვიფასდება დიახ ხო ამ ქვეყნას მამაო მე მგონი არავის არ შეძლება ერთი მე მგონი პატრიარქი არის რომელიც აი ღვთიურა ჩვენ გამოვხატეთ ჯერ ნება აი როცა გამოვხატავთ ნებას და ვეცდებით მე დავინახავთ ამ შესაძლებელია შეუძლებელია ღმერთმა დამატებითი ძალები მე არ მოსცეს ადამიანის შემდეგი ნაბიჯისათვის თუ პირველს გადავთქვათ დიახ ძალიან დიდი მადლობა მამაო დღეს აუცილებლად არ შემიძლია პატარა ლაშა რომ მოდის ხოლმე აქაც სტუდიაში არის ნამყოფი ბასილაშვილი რომელიც არ ვიცი ჩემთვის არის ყველაფერი და ამბობს დაბადების დღე აქვს და ჩემთვის ეს დღე ყოველთვის იქნება სამაგალითო და ბედნიერი დღე იქნება ყოველთვის და ბედნიერებას გისურვებ ჩემი პატარა რა ვიცი ყველა იცნობს ჩემი მეგობრები ვინც არიან და რა ვიცი ინტერნეტით და ასე შემდეგ და ბედნიერებას გისურვებ და ყველაფერი კარგს გისურვებ იმიტომ რომ შენ ხარ ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან კარგი ბავშვი და კარგი მშობლების შვილი სიხარულს გისურვებთ მე კი გემშვიდობით იქითა სამშაბათს საღამოს 9:00-ზე დაგიბრუნდებით ვისაც არ გამოგდით შეეცადეთ რომ გამოიყვანოთ რა ვიცი ღვთის წინაშე მაინც საღამოს რო ნამუსის წინაშე მართალი მაინც რო იყო ისე რო იძინებ რა ცოტა ძნელი არის ვიცი მაგრამ შეეცადეთ რომ რაღაცა აი ნამუსის წინაშე მაინც მართალი იყოთ სამშაბათს საღამოს 9:00-ზე დაგიბრუნდებით მე გახდით გიორგი დარასელია ჩემი სტუმარი გახდათ მამა მიქაელ ბრეგვაძე ხშირად მეკითხებით ხოლმე და დავით მეფსალმონის ტაძარში მსახურობს მამაო და შეგიძლიათ მიბრძანდეთ კარგად ზანდებოდეთ დროებით